გამარჯობა, ეს არის YouTube გადაცემა უეჭველი ქართველია. უეჭველი ქართველია. ამ ფრაზას ყველაზე ხშირად ვიყენებთ ქართველები უცხოეთში, როდესაც ხედავთ ადამიანს, რომელიც დიდი ალბათობით არის ქართველი და ვამბობთ უეჭველი ქართველიაო. ამ გადაცემის ფორმატში სწორედ ამ უეჭველ ქართველებს გაგაცნობთ, ინტერვიუები მექნება აქ მცხოვრებ ქართველებთან და ერთად აღმოვაჩინოთ ისინი. სტუმრებს არ ავარჩევ რაიმე ნიშნით, რაიმე კუთხით, წარმატების თუ ასე შემდეგ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა ამ გადაცემაში. მე კი ამ გადაცემის წამყვანი, თქვენი მონამორჩილი, უბრალოდ არც მონა და არც მორჩილი, ალექსი მეგრელიშვილი ვარ. უეჭველი ქართველი ნინი ბაკურაძე. ნინი, მზად ხარ თუ არა ინტერვიუსთვის? გამარჯობა, დიახ. მოდი, მაშინ დაგიმაგრებ მიკროფონს და დავიწყოთ. ნინი, პირველ რიგში მითხარი, როგორ ხარ? აი, თუ გინდა დაფიქრდი და ისე მითხარი, ანუ მართლა მაინტერესებს, რა შეგიძლია რომ თქვა, თუ გინდა თვალები დახუჭე და მითხარი როგორ ხარ? ცოტა გადაღლილი. რამ გადაგრავა? აქაურმა ტემპმა სავარაუდოდ. აქაურ ტემპში ნიუ-იორკის ტემპს გულისხმობ თუ ზოგადად აი მიგრაციის ამერიკის ტემპს? უფრო ნიუ-იორკის ტემპს გულისხმობ, ძალიან სწრაფია. დაუნდობელი ხარ, მაგრამ სიამოვნებას მარაჭებს. აი რას გულისხმობ? ეს ფრაზა ხო იცი რომ არის გაცვეთილი და აი ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე საუბრობს, რომ ნიუ-იორკი არის ძალიან სტრესული ქალაქი, რაღაცა ისეთი და ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს. აი რას გულისხმობ შენ, როდესაც ამას ამბობ? მოდი ჩამყავს თან და შეგვიძლია მე გავაგრძელოთ. გზა რას გულისხმობ, როდესაც ამბობ, რომ აი ნიუ-იორკი არის? ალბათ მაინც ძირითადად დაკავშირებულია სამსახურებზე, სად მუშაობ, როგორი თანამშრომელი ყავს, როგორი გარემოა და ასე შემდეგ. ეს ხო ყველგან ეგრე არის საქართველოში, ეს აი ნიუ-იორკში. ეგრე არის. კი, უბრალოდ საქართველოში მაინც ყველაფერი ნაცნობია, ქუჩებით, ადამიანებით. ვიღაცა ახლობელია და ყველაზე ესეთი ფაქტორი სტრესი შენთვის რა არის? ვფიქრობ, დედა-მამა გენატრება, ძმა და ასე შემდეგ. აი ჩემს შესავალ სიტყვაში დღეს ვახსენე რომ მე არ ვიწევ სტუმრებს რაიმე კუთხით მაგალითად ისინი არიან წარმატებულები თუ არა ნებისმიერ ადამიანს მოვიწევ. შენი სახით წარმატებულ ადამიანს ვესაუბრები თუ არა? წარმატებული ადამიანი შეიძლება ვიყო, რომ უკვე აქ ვარ და უკვე იმოცებებს ვეჭირდები, რაც ქონა მიზნად დასახული, თუნდაც ბავშვობიდან. აი მაგალითად ხო, მაშინ რა არის შენთვის წარმატება და მოკლედ გითხარი შენს მიზნებზე და ოცნებებზე. ამერიკული ოცნების შესახებ გითხარი, ოღონდ ბევრი არის საუბრო, ხო იცი? ოცნებებზე ბევრს თუ ისაუბრებ, შეიძლება შინაგანად დაიცალო ენერგიისგან და აღარ გამოდის ხოლმე, მაგრამ ცოტა გითხარი ამის შესახებ. თუ აღარ ამიხდეს, ხო? ხო. სანამ ჩამოვიდოდი, ძალიან სხვანაირად წარმოვედგინა წარმატება და ძალიან ბევრნაირი ახსნა შემეძლო გამაკეთებია, მაგრამ აი გულისხმობ ქვეყანა და სხვანაირი? ხო, გულისხმობ, რომ წარმატება არის მხოლოდ შინაგანი სიმშვიდის პოვნა, რა. შინაგან ჰარმონიას და სიმშვიდეს თუ იყავი უკვე მგონია, რომ რომელიც საქართველოში ქონდა და აქ დაკარგე თუ აი თურმე არ მქონია, უბრალოდ აქ აღმოვაჩინე, რომ აქ ბევრად მეტად ხედავ საკუთარ თავს შიგნიდან. ხო, რაღაც მომენტში რო ჩამოხედი, დაკარგული იყავი თუ აი მიხვდი რომ დაიკარგე რა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ მეგაპოლისზე, სადაც მართლა მთელი მსოფლიოს რაღაცა ნაწილი არის. გეთახმები რომ არის სტრესული ქალაქი, სტრესფულ არ მინდა რომ ვთქვა და ადამიანები ხშირად მე ვიცი ადამიანები, ვინც აქ მაგალითად ფსიქოტროპულებს ესხედან იმის გამო რომ რაღაცა გაუძლო ყოველდღიურ რუტინას და ეს პიროვნული დაკარგვის თუ აღმოჩენის ნაწილში შენ ესე იგი რო ჩამოხედი დაკარგე და მე აღმოჩინე პირველი წელი ვერ მივხვდი ვერაფერს, ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი იდეალურად, თუმცა მე უკვე გამოიწვია ყველაფერი სამსახურების ხშირმაცვა. რა არის განსხვავებული სამუშაო მიმართულები ჩვენთვის ამერიკაში ვიდრე საქართველოში? ჯდომარე სამსახური და პოზიცია ერქვა, ბანკირი ვიყავი, იურიდიული პირების და აქ უკვე ფიზიკურ თვითვაზე წავიდა. ანუ ხო, გასაგები ფიზიკური შრომა გიწევს ნებისმიერი ადამიანი, როდესაც იგებს რომ შენ ხარ ქართველი. პირველ რიგში რას ეუბნები ხოლმე, რომ აი რისი ქვეყნიდან ხარ? რომ არ ვარ რუსეთი. ო, პირველი ეგ არის ხოლმე რომ უცხოელ მეგობრებს ყოველთვის გონიათ რომ რუსეთი ვარ სამწუხაროდ. ხო, რუსეთი, რაზე ძალიან ისეთი რეაქცია მაქვს ხოლმე და მე მთელი ისტორიას ვაყოლებ ხოლმე. ხო, და აი როცა ამბობ რომ შენ არ ხარ რუსეთი და შენ ხარ საქართველო. აი მე რა ხო, რა მოყვება? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გვაქვს
ქართულის ქვეყანა. ღვინის ქვეყანა, კი ბატონო. პირველი მეც მაგას ვამბობ ხოლმე სხვათა შორის, რომ თან ისე ვამბობ ხოლმე, რომ აი შეგიძლია კითხო ხელოვნური ინტელექტს შეგიძლია დაგუგლო, რომ ეს იუნესკოცია დაცული, რომ ჩვენ ვართ ღვინის ქვეყანა. პრინციპში ალბათ ყველაზე ცნობილი ფაქტი და ყველაზე საამაყო ეს არის სხვა დანარჩენი ფაქტები, რომ აღარ ჩავთვალოთ. რას ვერ ასწრებ ამერიკაში, რასაც საქართველოში ასწრებდი და ირისი დრო აღარ გაქვს. ალბათ ძაღლი რომ ყავდეს, ძაღლის გასეირნების დრო აღარ მაქვს რო ვიტყოდი, მაგრამ კატა მყავს. იქ ყავდა? კი. სხვადასხვა კატა მეც მინდა, იმიტომ რომ ეს კატები ხო ისე ტიპები არიან, რომ კიდიათ რა შენ სახლში ხარ თუ არა, ძაღლს უნდა როგორც ბავშვი ისე პატრონობა და უნდა გაასეირნა. კატებს ძალიან კიდიათ. დრო, ანუ დროს არ უჩები, სხვათა შორის დრო მაქვს. ამჟამად ისეთ სამსახურში ვარ, სადაც მეტი წილი დრო რჩება. აი რა საქმიანობ შეგიძლია გითხრა? ახლა მუშაობ ერთ-ერთ ქალბატონთან, რომელიც არის მხატვარი. ოკეი. საკმაოდ წარმატებული მაჰეტენელი დებოა. დრომის ასისტენტიც ვარ და ვეხმარები ნახატების დაორგანიზებაში, ყიდვა, გაყიდვა, ბინიყიდის, რამის სამართზე წავა. შენ პროფესიით რა ხარ? პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს დამთავრებული. მაგრამ სამომავლო ისეთი პროფესია გაქვს არჩეული, აი რაც გინდა რომ ამერიკაში აკეთო, რომ აი ფიზიკური შრომა რო აღარ მოგიწევს. ხელოვნებით ვარ დაინტერესებული ამ ეტაპზე. ხატვა და თიხა. თვალებს რო ხუჭავ ვინ ხარ? თვალებს რო ხუჭავ. აი თავარი ისეთი და შეიძლება ეს იყოს საოცნებო და ვერაზოს გახდე, მაგრამ აი რაც ყველაზე ძალიან შეიძლება გინდოდა ბავშვობაში. ხო. ხატვარი. ხატვარი. ნიუ-იორკზე ამბობენ, რომ ძალიან გარყვნილი ქალაქი არისო, აი გათახსირებულთა ქალაქია, რა სიტყვა ამაზე? ნიუ-იორკს უბრალოდ მე ვიცი რომ არასდროს არ იცინავს. გარყვნილობის კუთხით. სხვათა შორის ამაზე აი რაღაც პონტში რო ავიღოთ, თბილისსაც არ ძინავს. ხო, რაღაცები არის, რომ მაგალითად თბილისში უფრო დიდხანს არის ღია, მაგალითად აფთიაქი იქნება თუ რაღაც ხო, რესტორანი და ასე შემდეგ, ვიდრე ნიუ-იორკში, მაგრამ ნუ ალბათ გამის გართობა და ნუ ტრანსპორტი მუშაობს 24 საათი იგულისხმება. შენ ხარ გარყვნილი? გარყვნილი დონებით ალბათ. აქ როგორ ჩამოხვედი ამერიკაში? მექსიკით. გინდა ამაზე საუბარი თუ არა? რა პრობლემაა? აი მოკლედ გითხარი შენ ისე. საერთოდ აი როგორ გადაწყვიტე და გადაწყვეტილების მიღები და რამდენ ხანში დადგი აქ ფეხი? გადაწყვეტილების მიღებიდან ალბათ 3 თვეში. მარტო წამოხვედი? არა, სამი გოგო წამოვიდი. უცნობები თუ შენაც? მეგობრები. სამი მეგობრები და ესე სამი ქართველი ქალია და კიდე ჩამოხვედით ამხელა ძალიან სარისკო გზაზე, ხო თუ მარტო აქ ჩამოვედი? სარისკო და სათავგადასავლო. აპირებ საქართველოში დაბრუნებას თუ შენც ის დაკარგული გენოფონდი ხარ? არა, აუცილებლად ვაპირებ აპირებ. აი რა პერიოდში? გაქვს ესეთი დედლაინი, როდის შეიძლება. აი მე მაგალითად მინდა, მაგრამ ისი არა რომ აქ ვეღარ დაბრუნდე, ხო ხდები და აი შე როგორ აი თები მაქვს წელში და ხო, ანუ მაინც აქაურობას მთლად ვერ დათმობ, ხო, სწორად გავიგე. ნიუ-იორკი ბუნებრივი არის ესეთი ქალაქი, სადაც აი მთელი თუ რამე ერი არსებობს ალბათ. ამ ერის წარმომადგენლები ერთი ადამიანი მაინც იქნება, ხო? აი ამბობენ რომ მთელი მსოფლიო აქ არის თავმოყრილი და ეს რეალობა არის. აი ხლაც რო გავიხედოთ რამდენი ხო, რამდენი ნაციაა, ხო? შენი შეხედულებით, გემოვნებით, ესთეტიკით, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ყველაზე ისეთი წარმოსადეგი გარეგნობის პატრონები? რავი, სავარაუდოდ იტალიელები. ალბანელები ვანეძან, უეჭველი ქართველიაში შეიძლება აგეროს, რა. აი, ამ უეჭველი ქართველიაზე კითხავ, აი ხვდები ხოლმე, ან რითი ხვდები რომ ქართველია? აი, უეჭველი ქართველია. გარბიც. სხვათა შორის ჩანდება რომ ხვდებიან და კუთხით. მე არ წუხდები, მაგრამ სხვათა შენ თვალები გაქვს ცოტა ისეთი უცნაური ფერის, არა ქართველის დამახასიათებელი და შეიძლება მაგითო.
ქართველს რო ხედავ ქუჩაში, ერიდები ხოლმე თუ გიყვარს მათთან კონტაქტი. ჩვენ ხო ვიცით რომ აქ ადამიანები, ემიგრანტები არიან. ახლა რო ვთქო, ორი ნაწილი. ხო იცი რაც მოყვება. ხო, მაგრამ იყავი გურწფელი რა. ორ ნაწილად იყოფიან დღეს ადამიანები, ეს ხო შენიცი, როდესაც ხედავენ ქართველებს,ერიდებიან, ან პირიქით აი რო გაიგონებენ ქართულს, ეგრევე მიდიან და გამარჯობა და რაღაც ეს ანუ ყოფილა სიტუაცია რომ ამირიდებია თავი, ყოფილა სიტუაცია რომ პირიქით ძალიან თბილად მივსულან. ვერ გეტყვი რაზეა დამოკიდებული სავარაუდოდ ადამიანმა და მიმიზიდოს. რა ფაქტმა შეიძლება გაიძულოს რომ წახვიდე ამერიკიდან დროზე ადრე? დროზე ადრე მხოლოდ დედის და მამის მონატრებას შეიძლება ვერ გავუძლო და მაგათ. ყველაზე მეტად ისინი გენატრება, ხო? შიში რისი გაქვს? აი რისი გეშინია ყველაზე მეტად? ამ კუთხით? არის ალბათ რომ ყველაფერი თითქოს ისე ვისა დავხდეს როგორც დავტოვე და ეს რო არ მოხდეს. ანუ სხვანაირად რო დაგხვდეს? ურთიერთობებს გულისხმობ? ურთიერთობებს გულისხმობ, კი, მეგობრებს ძირითადად. შენი მეგობრების ნახვა როგორ წარმოგიდგენი? აი წარმოიდგინე რომ ჩახვედი საქართველოში და ნახე შენი მეგობრები, აი ამ ემოციაზე გიფიქრია ხოლმე? მე ეგ არის რაც მაძლევინებს, აი რო ჩავალე ჩემი მეგობრები რომ წარმოიდგენ როგორ ხდებიან. ეგ სიზმარი ემიგრანტების სიზმარი რო არის, ხო იცი? რო ნახულობენ რომ ვითომ ჩავიდნენ საქართველოში და ვეღარ ჩამოვიდა გინახე. ძალიან ბევრჯერ და სულ ვაიმე რატო ჩამოვედი და როგორ წავიდე და სულ და რატო ვერ დავფიქრდით თქო რომ ვეღარ წაიქ ყველას. კი, მაგას ეძახიან ემიგრანტების სიზმარს. ჩაცმას რამდენად აქცევ ყურადღებას, ხშირად გაიგონია ალბათ რომ ქართველებს გვიყვარს ჩაცმა. პრინციპში რო შევხედოთ ახლა შევადაროთ მაგალითად ამერიკელების და ქართველების ჩაცმა, მე ვფიქრობ რომ ბევრად მაგრად ვიცვამთ, თუმცა ეს ჩემი აზრია როგორც ქართველი, შე როგორ ფიქრობ? არ შემიძლია არ დაგეცნობ. ჩვენ კარგად ვიცვამთ ძალიან სტილზე, ფერთა შეხამებას. ყველაფერი კარგად გამოგვდის და ოღონდ არა ამერიკელებს. აი ეგ რატო არის, როგორ ფიქრობ? ევროპაზე ვერ ვიტყვით ამას, ევროპაში ძალიან ბევრი ქვეყანას უყვარს ჩაცმა. ხო, და აი ამერიკაში რა მოხდა ეგეთი, რომ ესე დაიკიდეს რა. მეც სიმართლე გითხრა, ძალიან დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ, აი რა მაცვია და ასე შემდეგ, როგორ გამოვიყურები, ზოგჯერ მეტროში იმდენად სამარცხვინოთ მაცვია, რომ შეიძლება ბავშვობაში სოფელში ბაღში არ წასულიყავი მაგზმანით რა, მაგრამ აი აქ მკიდია და ნავი ჩუსტე იქნება თუ რაც მომხდება, აი დრაღეჭილი პერანგი, შემიძლია ყველაფერი რო ჩავისვა. რაც დიდად არ მხიბლავს, მაგრამ აი რას ფიქრობ? ხო, აი გამექცა რა და რას ფიქრობ, როგორ რატო მოხდა ეს ამერიკაში? რატო კიდიათ ეს აი ხო, აი ეგ უნდა მეთქვა. და ნერვი. სავარაუდოდ, რომ აი ჩაიცვა, გაიბრანჭა რაღაცა, ეწურება ვადა, სადღაც გეჩქარება. ან ყველაზე უარესი სარესკ მანქანა არ მოქვს სამში და რაღაცას ვერ მოუხდება, იმიტომ რომ გასარესკია. ეგ უნდა მეთქვა სხვათა შორის ეს აი ტექნოლოგიური თვალსაზრისით რა დაგაკრდა თქო რა, მე პირადად ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა რა. ნიუ-იორკის კორპუსების უმეტესობაში არ შეიძლება რომ კონდეს სარეცხი მანქანა, იმიტომ რომ კორპუსები არის ძველი და ამ შემდეგ და შესაბამისად არის უბნებში ეს სარეცხი დაქვია ლანდრი ხო, სარეცხი დაწესებულებები, სადაც ჩაგავს სარეცხი და რეცხაო. და ეს არის საერთო, ანუ თუ გაქვს ასე ვთქვათ ისეთი წიკები, რომ შენ არ შეგიძლია შენ დასაცმელი გარეცხო იმ სარეცხის მანქანაში, სადაც სხვა მაგალითად რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი რეცხავს, მაშინ ნიუ-იორკში დიდი ალბათობით ვერ იცხოვრებ, ხო ეგრეა. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ შევსწრები ვარ, ვიღაც რეცხავ და სხვა ტექნოლოგიური თვალსაზრისით რაღაც ჩამორჩენა აქვს ნიუ-იორკს, რაც აი მაგალითად მე ბანკებზე ვამბობ ხოლმე, შენ თქვი რომ ბანკში მუშაობდიო და ეხლა საქართველოში ბანკი ბევრად მოქნილი არის და აქ ელემენტარულად რომ მიხვიდე ბანკში უნდა ჩანიშნო შეხვედრა და მთელი პროცედურები არის. ტექნოლოგიური თვალსაზრისით რაში გაიზარდა შენი კომფორტი აქვს და აქ და რაში შემცირდა? ერთი ის ვიცი რომ ბანკების კუთხით ჩვენ ბევრად კარგი სისტემა აქვს, ჩვენ საბანკო სისტემას ბევრად დახვეწილი არის, ვიდრე აქაური, თუნდაც დაცვის. ამაზე ხა სალანძღავ კომენტარებს დაგიწერე. არა. არ ვიცი, უბრალოდ მართლა ესე არის, მეტად დაცული ხარ ჩვენ ბანკში. და ხო,
ეგ ცოტა ესეთია. საკამათო თემა არის ჩემი აზრით. უბრალოდ მომსახურების კუთხით გეთანხმები, რომ ჩვენთან ბევრად კარგი მომსახურებაა. დეპრესიული თუ ხარ? მელანქოლიური. ძირითადად რა იწვევს ხოლმე ამ მელანქოლიას? ნოსტალგია. და თუ ქსიამოვნებს ხოლმე, როდესაც ხარ ნოსტალგიაში და ესე მელანქოლიურ ხასიათზე. ხო, ადამიანები ვართ, რომ აი ცოტ ხასიათზე რო ვართ, მე ზოგჯერ ძალიან მისწორდება რა, აი მაგრამ ძალიან დიდხანს არ უნდა მებრძოლდეს, თორე უკვე შემოწმდება. ღრმა დეპრესიაში გადაგზრდია? არა. ყველაზე მეტად აი როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ და ყველაზე მეტად გიჭირს, რა გაძლებინებს, აი რაზე ფიქრობ ხოლმე მაგ დროს? ის მიზნები, რა მიზნებით გონებაში სულ მაქვს. და რწმენა. რწმენა ძალიან დიდი მნიშვნელობა. რწმენას ღმერთის საკუთარი თავის თუ რის? პირველ რიგში ღმერთის და შემდეგ საკუთარი თავის. და სამყაროს, რომელიც ყოველდღიურად ვცნობ, რომ ნიშნებსაც მაძლევს და ჩარგვერჩიც არის, რომ ხედავს. ამას რომ ვცნობ, წამს, რომ ყველაფერს მივაღწევ. შენთვის რას ნიშნავს რწმენა? თუ ასოცირებ შენს თავს რომელიმე რელიგიასთან და ღმერთი ვინ ან რა არის შენთვის? ალბათ ბავშვობიდან რადგან მაქვს ჩადებული კოდი, ასე ვთქვათ, რომ ღმერთი არის კაცი და რომელიც ცაში არის, სადღაც ჩემგანებაში კიდე ეგრე არის დალექილი, თუმცა ანუ ეგრე ეხლა არ ვფიქრობ. ჯერა რომ ყველა ვართ ღმერთები შეგნიდან. ჭორაობა გიყვარს, აი ესეთი აი ჭორიკანა ხარ? არა. არ მიყვარს პირიქით. თუ სადმე შევესწრები ხოლმე, ნუ კი მოვისმენ და რაღაცას ვიტყვი, მაგრამ როცა ხვდები რომ უკვე შემაწუხებელში გადადის, ეგრევე რედ ფლეგი ვერ ვთვება, გაჩერდით გეყოფათ არ მიყვარს. ქართველებს თუ ენდობი, იცი რა მინდა კითხო, თუ გაიჩინე ქართველი მეგობრები აქვს? არ კონტაქტობ ქართველებთან? რატო? არ ვიცი, მე შინია. ზოგადად არ არის ადამიანი, ვინც ყველა ფეხის ნაბიჯზე მეგობარს იწერებს. შენში არის რამე ისეთი აი ესეთი мама პაპური რაღაცა აი ქართველი დამრტყმელი გოგოს რამე ელემენტები არის შენ ხასიათში? კი, რაჭველი ვარ. რაჭველი ხარ, ეგ უნდა მეთქვა. რაჭაში ცხოვრობდი თუ აი როგორ რაჭველი ხარ? კი, ზაფხულობით რა. ისესაც ცხოვრობდი საქართველოში. საქართველოში. საქართველო როგორ ჩანს შენთვის აი აქედან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღევანდელი საქართველო? ეხლა საშინოა ჩანს. ძალიან ცუდად ჩანს და ამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც არ მინდა დაბრუნება, ეგ არის ეხლა რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში. და ძალიან გავიცდი, რომ ჩემი მეგობრები, ჩემი ნათლულები, ჩემი მეგობრის შვილები, ჩემი დედა, ჩემი მამა აი ამ სიტუაციაში არიან. რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ ამერიკაში ჩამოსვლა, აი ოცნება რო არის და ჯერ ვერ მიაღწიეს, ან აპირებენ რომ მიაღწიონ, აი პირველი და მთავარი რჩევა რა იქნება მათთვის? აი ჩათვალე რომ ადამიანი ხვალ მოდის ამერიკაში პირველად და ემიგრაციაში მისთვის ახლა არის რაღაცა ესეთი ემოციების ზღვა და რას ურჩევ? პირველი რჩევა ალბათ ის რომ ინგლისური სანამ წამოვა დაიწყოს და ისწავლოს. და არ ვიცი, ვერაფერს ვერ ურჩევ რა, აქაურობა ყველა უნდა ნახოს, იმიტომ რომ იქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. რომ არა ნიუ-იორკში სად ცხოვრობდი? ან რომელ ქალაქში, ან რომელ ქვეყანაში, თუნდაც აი ამერიკის გარდა? ალბათ ესპანეთში, ან შვეიცარიაში. აი შენი სულის ნაწილი უფრო რაღაც ეგეთი. ხო, ან ყოფილ ხარ? არა, ბეირუთში ვარ ყოფილი. ბეირუთში? რა გინდა და ბეირუთში? შენი ბეირუთული ისტორია მით. ანუ სამოგზაუროს თუ რა? საქმე. მე სხვადასხვა ძალიან მინდა წასვლა ტაჯიკეთში. აი უბრალოდ იმიტომ რომ ქვია რაღაცა ტაჯიკეთი ცოტა ისეთი სახელია და აი თან რა შეიძლება მინდოს ტაჯიკეთში ხო როცა შეგიძლიათ წახვიდე სხვაგან. ანუ ტაჯიკეთს არაფერს არ ვერჩი უბრალოდ აი ვინმეს რო ეთქვე რომ სადღაც ტაჯიკეთში ცოტა უცნაურია და ამიტომ მინდა რომ წავიდე ტაჯიკეთში. დრამა კვენი ხარ ან ტოქსიკური? არა, დრამა კვენი არ ვარ. არც ტოქსიკური. უფრო манипуляტორი შეიძლება. აქ აღმოვაჩინე რომ მგონი წინა ურთიერთობებში манипуляტორი ვიყავი ცოტათ. აი რას გულისხმობ? არის რაღაც შეპარული манипуляციები მახასიათებს.
რაღაც პონჩი ეკხო საჭირო არის და საჭირო და მგონია რომ ყველა არის. მექსიკის თემას მინდა რომ მივუბრუნდე. ძალიან ბევრი ადამიანს შეიძლება ქონდეს ამის ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გარისკოს უბრალოდ რა მექსიკის გზით წამოსვლა. რაც პრინციპში ახლა ცოტა შემცირდა და ხო? უფრო ბუმი იყო განსაკუთრებით 3 წლის წინ რა. შენი მშობლები რას ფიქრობენ ამაზე? როგორ გამოგიშვეს? არ ვიცი, ჩემ მშობლებს იმდენჯერ დააბომტკიცე რომ ძლიერი გოგო ვარ, აღარ შეშინებია სხვათა შორის მაგ. პირველ დამტკიცება როდის მოხდა? არ ვიცი, პატარაობიდან მაგას ვამტკიცებ. შენი მთავარი დადებითი თვისება რა არის და უარყოფით? დადებითი თვისება ალბათ გულწრფელი ვარ. და უარყოფითი ალბათ ზედმეტად გულწრფელი. ევროპა და ამერიკა გურყნის და რაღაცა ისეთი პროპაგანდა. პირიქით ზაპატიოსანი გავხდი ამერიკაში. ურთიერთობებში ცუდი გამოცდილება გაქვს პირად ურთიერთობებში? ძირითად შემთხვევაში ცუდი. შენამთავრებ ხოლმე ურთიერთობას თუ სხვა? მე ისეთი red flag-ი რა არის ხოლმე? წითელი დროშა რა არის ხოლმე? რატომაც ამთავრებ ურთიერთობებს? უპატივცემლობა და ცოტა ნაკლები დროის გატარება ერთად. როცა მცირდება უკვე იმის სურვილი, რომ რაჭება მეტი დრო გაატაროთ ერთად. შენი ქარიზმა რა არის? ჩემი ქარიზმა არ ვიცი. ვერ გეტყვი. დაფიქრდი, ყველა ადამიანს აქვს რაღაც ქარიზმა, ხო? ენერგეტიკა მაქვს კარგი. შვიდია უბრალოდ ძალიან. კერძებთან დაკავშირებით როგორ ხარ ამერიკაში? მე პირადად, რავი, არაფერი არ მომწონს, საჭმელს, გემო, რაღაცა იშვიათად შეიძლება გაუგო რა. შენ თუ გაქვს რაიმე საყვარელი კერძი? მე მიყვარს ზოგადად ჩემი გაკეთებული საჭმელი და სიამოვნების პროცესიც თვითონ. ძირითადად სახლში ვაკეთებ და სახლში. კარგი მზარეული ხარ? კი. მაგრამ აი თვითონ ინგრედიენტებსაც ხო გააჩნია რა, ერთი ამზადებ. ალბათ უმეტესი რაღაც არის გენმოდიფიცირებული, რის გამოც, ანუ აი რაღაცა იყო ხდება, აი გემოებით ვერ кайფობ რა. შენ როგორ ხარ? მაგას მივაჩვია, აღარ ვასხავებ. შენი საფირმო კერძი გაქვს, რითაც შეგიძლია რომ თუნდაც უცხოელ შესთავაზო, აი ნახე ძმაო. გაგიოცებია უცხოელი ამით, რომ აი ნახე ძმაო რა კატლეტებს ვაგა. არა, უცხოია, ქართული. Times Square-ზე თუ შეხვედრე ხარ ახალწელს, აი უკან არის ეს ბურთი, რომელიც ეშვება ხოლმე და მთელი მსოფლიო უყურებს ხოლმე. ისე არა, იმიტომ რომ იცი ხო რა ამბებიც არის ხოლმე აქ. სად იცვა? და აქაური მეორადები თუ მოგწონს? თუ ყოფილ ხარ საერთოდ? ძალიან, როგორ არა, ვილიამსბურგში ვარ და ჩაგიგდებ თუ გინდა. კი, სიამოვნებით მე ძალიან მიყვარს მეორადებში. არის და სადვიცვამ ძირითადად ვიწერ. ლიტერატურასთან როგორ ხარ? კითხვა თუ გიყვარს და ძალიან. თუ ახერხებ ამ ქვეყანაში კითხვას? კი, ვახერხებ. თამამი ხარ? გაჩნია ხასიათი. ხუპები ვარ ასცენდენტით და მართლა ვგრძნობ რა ორი პიროვნება ვარ. ხან თამამი ვარ, ხან ძალიან უცხო ვარ. ჰოროსკოპს მისდევ? არც ისე, უბრალოდ აი ამბას ამ ნაწილს ვგრძნობ. ხასიათის ნაწილში? ხასიათის ნაწილში ძალიან ეხება. ცნობილი თუ გინდა რომ გახდე როდისმე? მინდა და ბავშვობაში. მაგრამ ეხლა იმდანაც აღარ. ინტროვერტი ხარ უფრო ვიდრე ექსტროვერტი? უფრო ინტროვერტი. ეს შეიცვალა თუ ესე იყო? არა, ესე იყო. ბედნიერი ხარ? კი, ბედნიერი ვარ. უბედური არ ვარ, ბედნიერი ვარ. ბოლოს როდის იჭყუბე და რაზე? ბოლოს ჩემს მასთან ვიჭყუბე, პირადულია. ვინ არის ნინი ბაკურაძე? ერთი წინადადებით. ნინი ბაკურაძე არის ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს საკუთარი გზა. სულიერების კუთხით ნინო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ. პირველი სტუმარი ხარ ჩემი გადაცემის, იმედია წარმატებული ფეხი გაქვს და შენი ოცნებების ასრულებას გისურვებ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.